დავიწყეთ ჩვენი პოდკასტი, რომელსაც ქვია რაღაც პოდკასტი. მე დუალმა და გონგმა. გონგი ჩვენი ახლა გაიგეთებინა რომ ამას გონგი ჩვენი რესპონსი თანამგზავრი იქნება ამ პოდკასტში. გონგი ჩვენი არსობისა. გონგი ჩვენი არსობისა. ხო, რაღაც პოდკასტი იქნება რაღაცეებზე. სპირიტუალურ, ვიცი არ გიყვარს არც მე ამიყვარს ეგ სიტყვა. მაგრამ ბრჭყალებში სპირიტუალურ პრაქტიკებზე. მას დაგვეხმარა ამ წლების მანძილზე რაღაცები, რაც გავიგეთ, ამ პრაქტიკებმაც მოგვიტანა ჩვენ. რაში დაგვეხმარა? საკუთარი თავის გაუმჯობესებაში, გაუმჯობესებაში, მე უფრო ვიტყოდი, რომ უფრო მეტად გაგებაში, როგორ მუშაობ, რა ვარ, ვინ ვარ, როგორი ვარ, პრაქტიკები. მე ჩემ ტანში ცხოვრებაში, ჩემ თავთან ცხოვრებაში დავეხმარა. ძალიან მაღალფარდოვანი ფილოსოფია. მაღალფარდოვანი არა. ხო შეიძლება ეგრე ჟღერს, მაგრამ რაღაც პერიოდი აუტანელი იყო რამდენიმე წლის წინ. ჩემ აქ ცხოვრება. ეხლა იგი აუტანელი. ეგრეა, ხო, საბოლოოდ მაგიტომაც მიდიხარ რაღაც სხვა რაღაცების ქვნისკენ, რომ რაღაცები აღარ მოგწონს ისე როგორც არის, და შეიცვალოს რაღაცები. და მთელი ამბავი ჩვენი პოდკასტის ეგ იქნება, რომ ვეცდებით მაქსიმალურად ადამიანურ არა მისტიურ ენაზე ვილაპარაკოთ ამ პრაქტიკებზე რა. ხო, ძალიან ჩემთვის რაღაცნაირად ძალიან გამისტიურებულია რა თვითონ ეს ხო ადამიანობა და სადღაც არის კიდევაც ალბათ მისტიური ჩვენი არსებობაც, მაგრამ გაჩნდა როგორ შეხედავ. როგორ შეხედავ. მაგრამ ხო ისე რა ჩვეულებრივ გლეხურ ენაზე ველაპარაკებ. მოკვდავებისთვის. მოკვდავების ჩვენ ვართ, ეგეთი მოკვდავების. ალბათ ხო რა და უფრო ვეცდებით, რომ ისეთი სტუმრები გვყავდეს პოდკასტში, ადამიანები, ვისაც ცოტა გამოცდილება აქვთ რაღაც კონკრეტული ტექნიკების, ან პრაქტიკების, იოგა იქნება ეს მედიტაცია, თუ სხვადასხვა ეს ჰილინგ პრაქტიკები და მოვისმენთ ამ ადამიანების აზრს. და რატო დაიწყეს? ხო, რატო არ დაიწყეს რა, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო. საინტერესოა შენ როგორ დაიწყე შენი გზა, ესე რომ ვთქვათ, თვით შემეცნებისკენ. ჯერ შენ მოგვიყავი, იმიტომ რომ ჩემი ტვინი კარგად არ მუშაობს. დაიგო ჩემ. მე მოგიყვე. ძალიან ღრმა იმებში არ ჩავალ რა. ალბათ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ჰაილაითები შეგიძლია. ხო, ანუ რაღაც ჰაილაითები გადამწყვეტიან რაც თინეიჯერობა რაღაცნაირად არხეინი თინეიჯერობა, სადაც ფეხებზე კიდი ალბათ რაღაც პასუხისმგებლობები არ გაქვს. პასუხისმგებლობები არ გაქვს, ხო. და რაღაცნაირად როგორ გაერთო მუშაობა არ გჭირდება. არ გჭირდება რა. ჩემი შემდგომ ალბათ სხვა თინეიჯერები ყოფილან, ვინც უფრო სერიოზულად ვდგებოდნენ რაღაც ცხოვრებასაც და რაღაც სწავლას მაგალითად, ან რაღაც განვითარებას, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეგრე არ ყოფილა რა, ჩემი ის იყო თავისუფლება, სილაღე, რაღაც ეს სკოლა არ მიყვარდა დიდად. რასაც იქ მასწავლიდნენ არ მიყვარდა, როგორც მასწავლიდნენ არც ეგ არ მიყვარდა. არ ვსწავლობდი სკოლაში. ხო, რაღაცნაირად არ მაინტერესებდა რა, კითხვაც არ მიყვარდა რაღაცნაირად, აი სწორად ვერ გაწვდიდნენ, თქვა რა შეიძლება არც იყო ეგეთი ინფორმაცია, ქართულად არ იყო ეგეთი ინფორმაცია, რაც შეიძლება რომ დაინტერესებოდა. მე გაჩნდა რაღაცები. ხო, ანუ რაღაცა სულ უნდა გესწავლა რაღაც ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც გაშოვნინებდა ფულს და რაღაც იმაში მოგაქცევდა რა, ინსტიტუციურ რაღაცებში რა. აი ეგეთი და არ გაინტერესებს რაღაც რო უყურებ ვიღაც ტიპებს, ექიმებს, ბუღალტრებს, არ გინდა ეგეთი ინტერესის ცხოვრება რა. და ალბათ ხო ეგეთია. ხო, და მე რაღაცები შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში, რაღაც თინეიჯერობაში, რაღაც მეგობრებს რო ნახულობ ისე რაღაც მოსაწევი გავსინჯეთ. მე ცოტა უფრო ღრმა თინეიჯერობაში რაღაც ფსიქოდელიურ რაღაცებთანაც მოხვდით. ჩემთვის გარდამტეხი იყო ფსიქოდელიური. და მაგ დროს უკვე შევხედე სხვანაირად რაღაცებს რა, ვაუ. აი სტანდარტული ხედვიდან რაღაც სხვანაირად დავინახე. ქიმიან ბანკერი უნდა გამოხვიდე ხედვიდან. ეგეც და ზოგადად აი სამყაროს მიმართ აღქმა რა, როგორც დედამიწის, აი თუნდაც აი პლანეტურ რაც ვარ და ვიღაცამ შევქმნა და შეგვიქმნა ეს
გარემოება იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ და მე რაღაც 64-ში მოვხვდეთ ან რაღაც ეგეთი რა. ხო, ნუ ეკლესიაშიც დავდიოდი რა. და მე სახსარებებსაც ვაბარებდი კი რა, 1-2 მეც შემოგვარი, მაგრამ ყველაზე დიდი კითხვები გამიშთა მე მანდ რა. ყველაფერი ცოდვა იყო დამღამული ყველაფერი. წიგნი ხო იყო ცოდვების და ყველაფერი ცეკვა ცოდვა იყო. ეგ ძალიან ის იყო რა, მე ამ დანაშაული შეგრძნებით ცხოვრობ რა. ყველაფერი არ უნდა ქნა. არაფერი არ უნდა ქნა, შინაგანაც სულ ვიღაც გიყვირის, რომ ეხა ეს ცუდია ამას რო შეგვიდა. ეგ იყო ყველაზე დიდი დისკომფორტი ჩემთვის რა, ამას ხო კითხვები გამიჩინა რა და დავიწყე რაღაც ძიება. ნუ ძიება რა, უფრო დისტანცირება დავიწყე ამ ყველაფრიდან რა, რაღაც აი სტანდარტული რელიგიურობიდან. და ხო რა, უფრო აი კოსმოსისკენ გავიჭერი მე და იქ რაღაც. რაღაცნაირად ეგრეც ხდება კითხვები რო გექთა არ პასუხობა, მე გონი გიცრუდება და რაღაცნაირი აღარ გინდა. ხო, და აი კოსმოსში ძიებისკენ რო წავედი, რაღაცნაირად მივედი ცოტა აი ათეიზმამდე რა, რაღაც ათეისტური ვიყავი, რაღაც ღმერთი არსებობს, ისე ყველაფერი ჩვენ მოგონია. point of view-ა просто. ხო, ნუ საბოლოოდ რო შევაჯამო რა, მთელი ახლა რასაც ყვები ეგ ცხოვრება იყო, მაინც არის ცნობიერი ძალიან რაღაც ესე ავტომატიზირებული რაღაც რწმენები და რაღაც შიშები განსაზღვრავდნენ, ნუ ძალიან ღრმა ბავშვობის რაღაც ჩაგვეტვირთა ტვინში, ეგ ნერვულ სისტემას როგორც გადაირჩინოს თავი როგორ დამკვიდრდეს, რა მიზიდოს რისგან გაიქცეს, მე ეგენი გმართავენ რა. დღევანდელ ლაპარაკი გამახსენდა. გადარჩენაზე როგორ ხო რა, ნუ საბოლოოდ გადარჩენა ყველაფერი მთელი ჩვენი არსებობა. არსების ფუნქცია, ხო, მთელი ჩვენი ნერვული სისტემის და საბოლოოდ ხო იყო ეგ რომ როგორ დამკვიდრდე ამ სოციუმში, იქ ბიჭობაში, სკოლაში და ნუ მაგაზე მანდ ტრიალებ რა და საბოლოოდ ხო დაკარგული ვიყავი, უფრო დიდობაში რაღაც პასუხისმგებლობები რომ შემოდის მე რა. მივხვდი რომ დაკარგული ვარ რაღაც ხო უფრო მეტ ნარკოტიკს მოვიხმარდი ვთქვათ. აი იგი იყო ჩემ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა. მაგ პერიოდში, ნუ იმიტომ მოიხმარდი რაღაცებს, რომ არ მოგწონდა რასაც გრძნობდა. არ მომწონდა ჩემი თავი რა. ოკეი, ხო მე მეკითხა რომ რა არ მოგწონდა და რა პრობლემები. ესე ვერ ხვდებოდი რა არ მომწონდა რა, ეგ რომ მწონდა რა არ მომწონდა, არ ვიცოდი. ხო რამეს ვიზავდი რა, მაგრამ რამის ქნა იყო ზუსტად რომ არ მოგწონს და რამე შვები რომ მოგწონდეს რა, იცვლი შინაგან მდგომარეობას. ამას უცებ გინდა რომ შეიცვალოს. ხო, რაღაც არ ვიცი, ან ნახულობ მეგობრებს, ან მიდიხარ გასართობად, ან მიდიხარ სამოგზაუროდ, ან სვავ ალკოჰოლს, ან ეწევი მოსაწევს, ან რაღაც იღებ რაღაც. ხო, აი კლუბები შემოვიდა კიდე, კლუბური ცხოვრება და მუსიკა და სოციალიზაცია და ციტულებოდა კლუბი რაღაცნაირია. თან ერთ-ერთი რაღაც პერიოდი იყო ეგეც თავის დამკვიდრების ადგილი. კი, იყო ხო, ეგ იერარქიები რაღაცა. საბოლოოდ, ნუ ძიება კი იყო რა, ეს რაღაც შინაგანი ძიება რა, სულ თითქმის. მაგრამ რაღაც პრაქტიკამდე და იოგას პრაქტიკამდე მივედი წელის ტკივილის გამო რა, მკურნალობები და რაღაცები რომ არ მუშაობდა, ესე რომ ვთქვათ. დავიწყე მეგობრებმა მიჩე იოგა აკეთებო რა გიშველის. გაიტანო. ხო ეს იოგას ხას ყურმოკრული მქონდა ცხოვრებაში რა. ნუ მაგრამ მეგონა რომ ვიღაც სხვა ტიპებისთვის იყო რაღაც აი ბერების და ვიღაც ყვითელში ჩაცმული კაბიანი ტიპების რა. წმინდანების და მე ვერ ვიზავდით რა საშენო არ არის რაღაცა სიღრმეებში უნდა ჩაწუდე რომ თქვათ რაღაც. ნუ ფიზიკური პრაქტიკა დავიწყე რა. თან ცხოვრების ისეთ პერიოდი მაქვს რომ ბევრი ისე ემოციურ იმაში ვარ რა, ტკივილებში, ტურბულენტობაში, ტანჯვაში და ტანჯვა ის იყო. ხო რა, ეგრე რაღაცნაირად აი ბრმარწმენა გამიშთა პრაქტიკის. ისიც რომ რაღაც დიეტს და მიუღწეველს ვაკეთებ რა, ეგ განცდა თავიდანვე მქონდა რა, იოგა მაინც ჩემი არ არის რაღაც ღვთაებრივია. და რაღაც ეგეთ შეხედულება. ეგენი არ მქონია არასდროს, არც თავიდან. იმის მიხედვით ძალიან მომწონდა, რასაც უშუალოდ ფიზიოლოგიურად ტანს და იმ რაღაცნაირი ფიქრებიც ხო გაქვს, ცოტა დაალაგებული და ცოტა უფრო ნეიტრალურობიდან ვიდრე რაღაციდან, ვიდრე
ვიდრე anxiety როგორ ხარ. ნუ ეგრე ხედავდი როგორც ღვთაებრივს ვაკეთებ და ბრმარწმენა გამიჩნდა რა ამის რომ რაღაცა მეც აი მისტიურს ვაკეთებ რა ძალიან ისეც ფიზიკურად ძალიან მოქმედებს, კარგია. სხეული აღარ მტკივა, წელი აღარ მაწუხებს, რაღაც მენჯი აღარ მაწუხებს. და შევყევი რა, ანუ 1-3 დღე რომ თქვათ არ გავაკეთებდი, მიბრუნდებოდა ეს ტკივილი რა. და უბრალოდ მინდოდა რომ წელი აღარ მტკივებოდა რა. ანუ კარგად ყოფილიყავი. უბრალოდ ხო აი ფიზიკურად რა ოღონდ რა და თან მე უფრო და უფრო ინტერესი გამიშთა ამის რა არის ეს რატო ვაკეთებ ამას რაღაც ინგარი იყო ესეთი ტიპი რომელიც წიგნითაც დავიწყე პრაქტიკა რა და ნუ იქაც ბევრი ეს ფილოსოფიური გაიდი არის რა სწავლება ეს რაღაცები მახსოვს მე რო ვადარებდით რაღაცებს და მე რუსულად კითხულობ ხო ეს მახსოვს და მე რასაც ვაკეთებდი უკუღმა იყო შენი იყო შენ იმიტომ რომ აშთანგას სისტემას აკეთებ და ცოტა სხვა თავდებოდა შენ იწყებოდა მაგის ხო ცოტა უცნაური იყო ხო და ნუ აქედან მე სხვადასხვა წყაროებშიც გადავედი რა მიოგას იმის რა და ნუ რაღაცები ესე მესმოდა რა მაგრამ დიდად ჩემთან ახლოს ვერ მოდიოდა რა მაგრამ მომწონდა რა ეს ითქმეოდა რა შენი აზრით რა შეცვალა შენთვის იოგამ არ ფიზიკურობის გარდა ხო ანუ ცვლილება ხო აი ეს მავნეჩვევები ერთგვარი რაც მქონდა რაც ხელს მიშლიდა მაგისგან მიჯაჭულობებისგან განთავისუფლება უფრო რა ეს კონკრეტული ცუდი თვისებებისგან მეტად დავინახე რატო ვიყავი რაღაცებზე ესე მიჯაჭულია ეს ხარაქტერი რატო მქონდა ისეთი როგორიც მქონდა რა რაღაც რესურსი მომცა მაგ რაღაცების დანახვის რა. თან ამ პერიოდში როცა იოგას ვაპრაქტიკებდი, აი გარემო რაღაცნაირ ფუშს გიკეთებს რა, ზეწოლას ესე რომ ვთქვა. ადამიანების რეაქციას გულისხმობ. ადამიანების რა, აი ახლობლების, მეგობრების ნაცნობების და აი იოგას რო აკეთებ, თან ცოტა ახალი იყო იმ სოციუმებში, სადაც მე ვტრიალებდი რა, ის რომ მე რაღაცას ვაპრაქტიკებ და თითქოს რაღაც მატზე რო დგები ეგრევე რა და იოგას რო აკეთებ უკვე შენ რაღაც ეგრევე როგორც იოგს ეგრე ხედავენ ეგრევე რაღაც იოგს ხედავენ თან რაღაც პოზები თუ გამოგდის რა და ყველა გთხოვს იმაზე მეც ვიდრე შენ რეალურად ამ მდგომარეობაზე გაქვს რა ანუ რაღაც ჩვეულებრივ ადამიანი ხარ, რავი, მილიონი რაღაც გაქვს პრობლემა. ის გამოსენა ეხა მასწავლებელს მასწავლებლებრივ ტუალეტში არ დადიან. ხო, რაღაც აი იოგები არ ფსამენ. ხო, რაღაც ჩვეულებრივად რაღაც თეითიდან დავიწყე რა, ესე რომ ვთქვა, რაღაც პოზიციიდან ეს პრაქტიკა გინდ ფიზიკური და გინდ მენტალური რა. და გზა არის, რომელიც არ ვიცი როდესმე მთავრდება თუ არა რა. ნუ ჩემთვის ეგრეა. სულ რაღაც აღმოჩენებია და მეტის გაგება საკუთარ თავზე. და რაც იყო აი წავა რომ მკითხე რა შეცვალაო და როგორ შეცვალა იყო ეგ რა, იმ მკვეთრად რო ვთქვა, რომ რაღაცნაირად ცუდი თვისებები გაქვს, შეიძლება არ ვიცი, რაღაც დილითი დააპრაქტიკო იოგა, რაღაც ტანვარჯიში, რაღაც კარგია, ბოლოს დაждდე ცოტა ხანი იმედიტირო, მაგრამ საღამოს გახვიდე და რაღაც რავი, ცოტა ალკოჰოლი დალიო მეგობრებთან, რაღაც ღამეგვიან დაიძინო, მოსაწევი მოწიო, რაღაც ხნა არ ვიცი რა, შაქარი მიიღო, ან არ დაიძინო საერთოდ, რავი. გადაათენო რა და მაგრამ მე რო დგები მატზე რა ისევ და პრაქტიკას იწყებ რა უი ისეთი აღარ არის რა როგორც რაღაც ტანი არ მოყვება ტვინის სხვაგან არის საერთოდ აი ხო ეგ იყო მკვეთრი რა ძალიან რა აი ტვინის ვიბრაციას გრძნობდი ხოლმე თუ არასწორ რაღაცას გავაკეთებდი ანუ არასწორს იმას რა ღამეს გაათენებ ან ალკოჰოლს მიიღებ და რაღაცა მე რო ჯდები თქვა აი მედიტაციაში ტანი არ შვება ტანი ხო არ მოყვება და ტვინი რაღაცნაირად აი მე რო ხრას რა ვიბრირებს რა აი რაღაც ფიზიკურად გრძნობ რა აი გასიებული გაქვს ტვინი რაღაცნაირად და მოჭერილი აი მან ხვდები უკვე რომ აი ეს რაღაცეები რა მართლა ცუდია რასაც გვეუბნებიან ცუდია და აქამდე ვერ ხვდებით რომ ცუდია ანუ რაც არ უნდა გითხრან ახლა შენ რო ვთქვათ რა რაღაცა ცუდია, სანამ შენ თავზე არ გამოსდი, მაგას არის ნუ აი მე ძირითადად ყოველდღურ რაღაცებზე ვლაპარაკობ, აი სიგარეტი, რაღაც აი სიგარეტი, რაღაც ისეთი გაზირებული სასმელები, რაღაცეები, ტრეში საჭმელები, ბურგერები, რაღაცეები, ჩვეულებრივ ცხოვრობ, ჭამ, სვავ, ესე არაფერი სიამოვნებს რა, რაღაც
კმაყოფილებას გრძნობ რა, რა ვიცი. უცებ ხო? ხო, უცებ გრძნობ კმაყოფილებას და ვერ ხვდები რა, იმდენად გაზელილი ხარ ამ ყველაფერში რა, რომ ხანე მაგ აკეთებენ რომ ეგ იგრძნო და მე კიდე შაქარი რა, შაქრის მოხმარება მაგალითად რა. თუ ვერ ხვდები ამას ესე რა, ესე იმპაქტი არ აქვს რა და მე აი რაღაც პრაქტიკაში რო ხარ რეგულარულად მაგ დროს ძალიან კარგად ამჩნევ რა არის მართლა ცუდია შენ გამოცდილებაში ხედავ რა მაგას რა. რა შენ ეგრე ქადაგებ როგორც ხო გეკადაგებოდე შენ. ხო. ეს ცუდია არის ეს ხო, მაგრამ შენ თვითონ მე მაგას ვამბობ რა სულ რომ შენ თვითონ თუ არ გამოცდი რაღაცებს შენ თავზე რა, აი ესე ვიღაცების ნათქვამი რაღაცნაირად ანუ ეხლა მე რაც უნდა უთხრა მე შემიძლია რომ პროსტო ტექნიკა გაუზიარო რა არის კარგი და რა მუშაობს რა და მიმართულება მისე ხო ეს მეტი არ უცხო წყალთან მიიყვანა შენ ვერ აიძულებ რომ დალიოს ხო არა უდაბნოში რომ მიდიხარ და იქ არის წყარო რაღაცნაირად ესე შეგიძლია რომ დალიოს და ესე დალიო ის რასაც გამოცდი მე ამ მდგომარეობაში ეგ არის ძალიან პერსონალი გამოცდილება რა ინდივიდუალური გამოცდილება ინდივიდუალ აი ხო და კიდე პრობლემა ისაა რომ რაღაც ამდენი ხარ ვაპრაქტიკებ ადამიანები მოდიან და ეგრევე უნდათ მიიღონ პასუხი დავიწყოთ თუ არა რატო უნდა დაიწყოს იოგა ეგრევე უნდა რომ ეგ პასუხი უთხრა რა აი რა შედეგს მიცემს ზუსტად რა იქნება მისი შედეგი ღირს თუ არა რომ ქნას და დრო დაუთმოს ამას რა და ეგრევე უნდათ რომ აი ეს ბოლო პოინტი ბოლო წერტილი უთხრა რა აი ეხა აქ რო წამოვიდეს თქვათ აი ყოველდღე იოგაზე იაროს ან პრაქტიკა გააკეთოს რამე იქ მე აჯილდო დახვდება რა და ხო რა იგი ისეთი რაღაცა რაც ამასინათაც მაგას ლაპარაკობდით რაღაც მეგობრებთან რომ დას მომცემს რა აი რაღაც კი ვждები რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ იმიტომ ვაკეთებ, რომ რაღაც ვიცი რომ კარგია ესე რა. მიგავსხივოსდები ამას. ხო, რაღაც ვიღაცები ამბობენ რომ კარგია ეს რა, მაგრამ რატოა კარგია აი მაგის გაგება უნდა რა მართლა მომიტანს ამას და მაგას ხო თუ ვერ არ პრაქტიკას არ დაიწყებ, ვერ მიხვდები. ხო, ძალიან სუბიექტურია ხა რა ვიღაც ყველასთვის ხო ვიღაც არ მოწონს ვიღაც რაღაც. ყველასთვის ის არის რა ინდივიდუალური გამოცდილება კარგიც და რაღაც რა მე სხვა წერტილიდან ვიწყებ იოგას, შენ სხვა წერტილიდან. და სხვა მაინდსეტით და სხვა მაინდსეტით, სხვა ტანით, აი როგორც ფიზიკური პრაქტიკა ინდივიდუალური, მაგალითად რომ ეხა მე და შენ რომ დავიწყეთ პრაქტიკა, შენ მეტად მოგცემ ცოტა სხვანაირი აგებულება, ცოტა მე სხვანაირი, მე რაღაც ტრამვებით დავიწყე, შენ ჩემს ჯანსაღმა დაიწყე რა, რაღაც შედეგებს თქვა, არ ვიცი, ხელებზე მე დაუდგები თქვა. ეგრე არ ვიყავით რაღაცებს შენ სხვა რაღაცებს უფრო კარგად აკეთებდი მე სხვა რაღაცებს უფრო კარგად ვაკეთებ ხო და ზუსტად ეგ არის მე მაგ ჩემ ტანზე ნუ ფიზიკურ პრაქტიკაზე ვამბობ რა ჩემ ტანზე აწყობილი პრაქტიკა რაც ჩემზე მუშაობს და ჩემთვის კარგი რაღაც სისტემას აიღებ და იმას ამუშავებ შენ და იქ შეგპოულობ შენ პრაქტიკას რა არის შენთვის კარგი შენ ინდივიდუალური გზა აი რაღაც ერთ-ეგივე სისტემას რო ვაკეთოთ მე და შენ რაც მედიტაციური ტექნიკაც გინდ ტანვარჯიშული ტექნიკაც რა მე ჩემი გზა მაქვს ჩემი ინდივიდუალური გზა შენი რა თან ზუსტად ერთ-ეგივე რაღაცები ხო არ მოგწონს ანუ მაგაზე ყოფილი ძალიან ბევრი წვრილმაზია ხო რა ხო და ნუ ეს ტანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა რა და ეხლა წარმოიდგინე ტვინში რა ხდება რა და ცნობიერებაში რა ხდება რა მე რა ნუ საბოლოოდ ძირეულ დონეზე სადღაც ერთნაირი ფუნქციონალი გვაქვს ყველას მაგრამ ჩემი ეს ფუნქციონალი რაღაც სხვანაირად განვითარდა სხვა რაღაცებზე ადაპტირდა და მოერგო და მაგალითად სხვა ტრამვები, სხვა რწმენები, ნუ სხვა და სხვა ინფორმაციის მატარებლები ვარ და შენ სხვა და რაღაც ტექნიკა, ყველა მნიშვნელოვანი ტექნიკა რა. აი ტექნიკა, მე ვერ გეტყვი შენ რომ შენ ახლა ამ ტექნიკას რო გააკეთებ რას მიაღწევ რა მე შემიძლია გითხრა რომ უფრო მეც გაიგებ შენ თავზე მორჩა რა რაღაც გასხიოსდები ხო საბოლოო მიმართულებას ვერ მეტყვი ხო რა ის მდგომარეობა გექნება რაღაცა ეხა აუცილებლად სასიამოვნო იქნება შენთვის ის უბრალოდ ხო რა გზა ყველას გვაქვს ინდივიდუალური რაღაც ტექნიკები არის უკვე გამოცდილი რაც მუშაობს ადამიანზე და ხო რა ეგ არის ყველანი დავიხოცებით ყველანი ვაჭვარი დავიხოცებით ხო რა ხო ეგ არის რა მთელი ამბავი ეგეთი იყო ჩემი გამოცდილება დაახლოებით და ნუ ეს გზა გრძელდება რა ჩვეულებრივად პრაქტიკები მიდის
და ეხლა სადაც ხარ და როგორ ხარ? იმაზე მეტად თავისუფალი ვარ ვიდრე ყოფილი ვარ და ეს თავისუფლებას ცოტა ისეთი საკითხია. უფრო იმას ვიტყვი, რომ უფრო მეტად ვიცნობ ჩემთავს ვიდრე აქამდე ვიცნობდი. აი ვიდრე გუშინ წინ 5 წლის წინ, აი ამის თქმა შემიძლია მეტი არაფრის. ეგ უეჭველია რაც ვიცი. და რაღაცები არის, რაც არ ვიცი კიდე რა. ეგეც ვიცი, რომ რაღაცები ძალიან ბევრი რაღაცა, რაც არ ვიცი ჩემთავს. ხო, აი, თავი გუშინაც შეიძლება, რომ ვაუ, აი ეგ არის. ხო, ეგ არის პრაქტიკის მთელი ამბავი რა, რაც არ უნდა პრაქტიკა იყო. აი, ბევრი ფილოსოფია რო გამოვაცალოთ, ეხა აი, ხო და აი, იმიტომ არის დახუნძლული ესე ფილოსოფიებით რა. და ბევრნაირი კუთხით ამბობენ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი რაღაც კონკრეტულ თავის გამოცდილებას აზიარებს თავისი სიტყვიერი მარაგით, რაც აი ხორცს ასხავს რა ამ გამოცდილებას. და ზოგი აქედან ამბობს, ზოგი იქედან ამბობს, ზოგი იმას ამბობს, ზოგი ამას რა, მაგრამ თავარია შენ თვითონ გამოცადო რა, მოკლედ რა შენ გაიარო გზა, რასაც გამოცდი ეგ არის, რეალობას ჭეშმარიტებას მორჩა. ხო, ყველაფერი ექსპერიენსი. ხო, გამოცდილება. ეს ცხოვრება მთლიანად არის გამოცდილება რა, ანუ ეგ მე თქვა რომ ვერ მოიფიქრე, როგორ მე თქვა რომ ცოტა უარყოფილი. ხო, წინასწარ არ ვიცით რა არაფერი რაღაცნაირად რა, მომავალი ხო არ ვიცით, რაღაც შეიძლება რაღაც დონეზე გამოსაზღვროთ რაღაც კონკრეტული ხვალ აი რაღაც საქმე დაუგეგმო, მაგრამ მომავალი არ ვიცით, ანუ ყველაფერი ყოველი დღე, ყოველი წამი, ყოველი წუთი არის გამოცდილება რა. აი და ეს პრაქტიკა არის ალბათ იმისთვის, რომ აი ამ გამოცდილებაში ჩავჯდეთ რა, აი ამ პრაქტიკაში ჩავჯდეთ. აი ეს ამ შემთხვევაში ალბათ იოგას მარტო არ გულისხმობ თუ კი? არა, თვითონ ცხოვრებას გულისხმობ, მაგრამ ეს იოგა გეხმარება მაგალითად, რომ აი ცხოვრების დიდ მასშტაბზე, აი ჩემთვის ეგ არის რა, შემცირებული მასშტაბია იოგას პრაქტიკა. მაგრამ მათზე ცხოვრების კი, აი მასშტაბებს ამცირებ. ყველაფერი შეგიძლია რომ ეგრე შეხედო რა, რაღაცნაირად ყველაფერი გადმოკოპირებადი არის რეალურ ცხოვრებაში. ხო, მაგრამ ნუ ეს აი მათზე დგები, ნუ ჩემი ექსპერიენს ყვები ხა და მაგიტო რა, ჩემ გამოცდილებას მათზე დგები, ყოველ დღე აკეთებ რაღაცას, ერთ და იგივეს ვთქვათ. და მაგაში ხედავ შენ თავს. რაც წინააღმდეგობებზე როგორ რეაგირებ. შენი ეგო მაგალითად აი ეგოს მომენტი არის, რომ სურვილები რა. მაგალითად ისეთ პოზას მიაღწიო. და შეასრულო. შვები თუ რაც ლამაზია. რაც ლამაზია, რაღაც აღიარებას მოგიტანს რა, თქვათ რა. რო აი ვაუ. ხო, ნუ ეს ყველაფერი ეტაპია რა, რომელიც უნდა გაიარო რა. ანუ ჩვეულებრივი ეტაპი. მანდ ხარ, უბრალოდ ეგ არის მიიღე ეგ პროცესი რა. მასშტაბში ამცირებ, კარგად აკვირდები შენ თავს რა. ეგ იოგას პრაქტიკა ეგ არის ჩემთვის რა. ეს ტანვარჯიშული პრაქტიკა რა, უფრო კარგად დააკვირდე შენ სხეულს. ჩაჯდები სუნთქვაში, აკვირდები შენ სხეულს და ბევრ რაღაცას პოულობ რა. პოულობ რავი, ფიზიკურად, მენტალურად. ნუ ეს ძალიან ზერლად გადაურბინეთ. ამდენ ხო, მაგრამ უფრო დეტალურადაც რა თქმა უნდა რა. ვიტყვით ხოლმე რაღაცებს. იოგამდე რაღაც იყო შენამდე. მე სტანდარტულად მსგავსი თინეიჯერობა მქონდა. ნუ ამ პერსპექტივიდან ახლა ხვდები რომ მაშინ იმიტომ ვიქცეოდი მასე და იმიტომ ან სოციალიზაციით ან ალკოჰოლით ან რაღაცებით თავს ვიბუჟებდი რომ არ მომწონდა რასაც ვხსოვდი, მაგრამ მაშინ ეგ არ მქონდა, რაღაც პერიოდი მქონდა, მახსოვს ეხ გამახსენდა ვიღაცასთან ლაპარაკი. რომ რაღაცებს იმიტომ შვებოდი ალკოჰოლს იმიტომ ან მოსაწევსაც შეიძლება იმიტომ ეწეოდი რომ არ მომწონდა ფიქრების გაჩვენება მინდოდა, არ მომწონდა ჩემი ფიქრები, იმიტომ რომ რაღაცნაირი შემტევი და დამჩაგვრელი ფიქრები მქონდა რა ჩემ თავის მიმართ. ხო, ნუ ყველაფერი მაგაში ხელს გიწყობს რა. რაღაცნაირ ღმერთიც ეგეთი უყავდა რაღაცნაირ გუჟის ყველაფერს გამოჯოჯოხეთში მოხდებით ან რაღაც. ნუ ჩვენ ეგრე გვესმოდა. უფრო ძირითადი გარდატეხას ვიტყოდი რომ დაიწყო ალბათ უფრო მაინც ფსიქოდელეურების მერე, იმიტომ რომ რაღაცები, აი მანამდე თეორიულად რაღაცები წამიკითხავს, რაღაცები მომიძებნია, რაღაც ახალი ინფორმაციებიც ვიმიღე, მაგრამ იყო რაღაცნაირი თეორიული რა. მაგრამ მაინც სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ხელ ინფორმაცია არ იყო მაშინ, რომ არ იყო ერთი, თან ქართულად არ იყო მეორე, რაღაც ძალიან ცოტა ის იყო. ერთი მაგმა იყო მაშინ, ახალი დაწყებული მგონი, ეხაც არის და ეხაც ცოტა გაიზარდნენ, თუ როგორც გაიზარდნენ. და მაშინ მიხაროდა ეგ, რომ სადღაც შეიძლებოდა რომ რაღაცები მიმეღო.
მაგრამ მაინც არ იყო. თან ინგლისურიც ვერ ხვდებოდი, წიგს ვერ წავიკითხავდი, ვერ ვიგებდი და მეზარებოდა მაგით, ხო? მაგრამ მაინც იყო იმ როგორიც ვიყავ იმ პერსპექტივით იყო რაღაცები რა, რაც არ უნდა მეკითხა, მაინც ისე ვიგებდი როგორც ვიყავ. ხო, რაღაც აი ამ ღმერთის გაგებით რა როგორც ხარ. რაღაც ეგეთიც რა, ცოტა კიდე რაღაც უცნაურად, მაგრამ ხო, მე აი ფსიქოდელურობა რაც ქნა იყო ეგ რომ მოარყია რაღაცები ემოციურად და რაღაც ძალა წაართვა რაღაცები. მიჯაჭვულობდი და ხო, რამაც აი ძალიან ვიტყოდი რომ ფუნდამენტურად შეცვალა ჩემი ხედვა რაღაცების მიმართ და მე უკვე სხვანაირი იყო ინფორმაციის მიღებაც და უფრო ხორციელი გახდა ვიტყოდი რაღაცების გაგება რა, უფრო რეზონირებდა. ვიდრე აი მანდეს ოკეი იყო, მაგრამ ესე ხორციელად არა. და მე მალევე გამოჩნდა იოგაც. და ძალიან მომეწონა და ვიხდი რომ შევჯდებოდი და ხო აი შეჯდომა ძალიან მნიშვნელოვანი თქვი რა შეჯდომა მეც მქონდა რა რაღაც დამოკიდებული ანუ ხო რაღაც მაგრამ ეგეც ბუნებრივი პროცესია რა მაგის ნაწილია მე მგონი რომ უნდა გაიარო რაღაცნაირად ხო ანუ აი მანთხარ რა ანუ თუ მაგას რაღაც ანუ სადაც ხარ მანთხარ რა სხვაგან ვერ იქნები რა ანუ რაღაც ეგეთი ხო და მაგანაც ხო ეგ მიჯაჭვულობა ძალიან მქონდა და ერთმანეთთანაც გაგვიზიარებია ხოლმე რა რაღაც პერიოდები რო ყოფილა თან სულ ხო ვაზიარებდით რა ჩვენ პრაქტიკებს და რაღაცებს და შენთან როგორ ხდება ჩემთან ესე რაღაცა სულ ეგ და მახსოვს რომ რაღაც პერიოდი ყოფილა რა რამდენიმე წლის წინ რომ აი მაგას ვლაპარაკობდით რა რომ აი ხო არ უკაიფობთ ხა იოგით ჩვენ და ერთხელ მახსოვს რომ შენთან ვიყავით და რაღაც ესე მოვედი რაღაცნაირად გრძნობდი თავს მოწყენილად არ მომწონა ტანშერაც ხდება გავატანინე ხო შენ ფუშავდი რომ მიდი უეჭველი გაიტანს რა კაიფი იყო რა მაგრამ ეგ კაიფიც მაშინ ან გაქცევა იყო რეალურად რა ჩემთვის იყო გაქცევა რა აი არაცნობია გაყუჩებას უკვე დავარქვა ხო აი რაღაც არ მოგწონს ხო ნერვულ სისტემას მაგრად არეგულირებს რაღაცნაირად რა და სისტემას მაგრად ხო მაგრამ აი ეს გაცნობიერებები მაგის აი რაც უფრო ხშირად არეგულირებ ნერვულ სისტემას რა მე რესურსი გიჩნდება რომ დააკვირდე და გააცნობიერო და შეცვალო მოიშორო რაღაცები ხო იმიტომ რომ ძალიან დარეგულირებული რა თითქოს ეს მანამდე რა ფილტრებიც და რწმენებიც და პროგრამებიც რაც დაშენებული გაგიგანი დუნდება თუ რაღაცა ხო და მაქედან აღარ ხედავ რაღაცებს რა ნეიტრალურიდან ხარ ვიდრე იქიდან და მოგწონს აი რაღაც 5 წუთის წინ რაღაც ქვეყანა ინგრეოდა მაგალითად და ძალიან ცუდი იყო საქმე რაღაცეებში უცბად არაფერს არ ხდება მაგრამ ეგრე აღარ არის რაღაც ეგრე აღარ ინგრევა რა და მე ხო აი აქედან მოგდის ნელ-ნელა გაცნობიერებები რა რომ მაგრამ რაღაც პერიოდებია მე რაღაც პერიოდი იყო რაღაც 3 წლის წინ როცა უკვე აღარაფერი აღარ მუშაობდა არაფერი არ მომწონდა ხო გაჭედვა გავიჭედე ხო როგორც ცხოვრობდი არ მომწონდა როგორც მუშაობდი არ მომწონდა თითქოს ესე შორი და რო შეგეხედა ესე ვერ იტყოდი რომ არაფერი რაღაცა მქონდა რა რაც ესე გარეთ ცხოვრებაში გჭირდება ეგენ მქონდა მაგრამ ძალიან ცუდად გრძნობდი თავს საშინლად მე მეტი დოზა გჭირდება დოზა ხო ხან მე რაღაც შვებოდით მაშინ ან ძირითადად მაინც იოგას ვაწორინებდი ხოლმე და ხო რაღაც მე მაგრად მივიჯაჭვე ხო აღარ მუშაობს თუ რაღაც და даже მე უფრო ინტენსიურადაც ვარჯიშობდი და რაღაცები ხო მაგრამ უფრო ძალიან ფიზიკურზე ვიყავი ეგრეც მჭირდებოდა ალბათ რა ანუ ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო რომ ეგრე მჭირდებოდა რა ტანში იმდენი რამე იყო ეგრე მჭირდებოდა რა ანუ მაშინ ფიზიკური პრაქტიკა მჭირდებოდა რა რა ის ჩემ ტანში იმდენი რაღაც ხდებოდა რა იმდენი რაღაცები კარგად ჩაფერთხარ აი მაგალითად სხვა სურათებიც ან რაღაცებიც რომ ნახო ხან ვიდეოებიც იოგამდე როგორი ვიყავი როგორი იყო ჩემი ტანის მთლიანად მე სხვანაირი გამომეტყოლება ხო და ჩემ დღეს რაღაც ლაპარაკობდით რაღაც სკაუსს რომ ძალიან სხვანაირი უფრო საზღარი ვიყავი როგორი ვიყავი ვიდრე ხო ხო რა რაღაცნაირი ხო რაღაცნაირი ხო რა და ნუ მე აი ჩემი აი რაც მახსენდება იქ იყო რომ აი მაგალითად პრაქტიკის მერე რა ეს ნერვულ სისტემაზე ვამბობ ისე რომ ანუ რაღაც რომ შვიდდებოდი და რაღაც წყნარდებოდი რაღაცნაირად რა და აი თავდაცვიდან და პანიკიდან განგაშიდან ესე რომ ვთქვა აღარ ხედავდი რაღაც მოვლენებს რა მაგან შექმნა რესურსი რომ გადაგეფასებინა რაღაცები რა რომ აი ესეც ტრაგედიაც შეიძლება რაღაცები არ იყოს ეგეც მაგრამ ისე რაც არ მომწონდა იყო ის რომ თუ არ პრაქტიკობდი
რაღაცები ეგრევე ბრუნდებოდა, ზუსტად იგივე ხმა ინტენსივობით ეწეოდა. მეტი ცხოვრა, ვიდრე მანამდე იყო, უფრო რეაქტიულიც ვიყავი რაღაცეებზე და რაღაც. ეგ დიდად არ მომწონდა რა. აი მაგაზეც გვილაპარაკია. მანამდე რომ მე ის სულ თუ პრაქტიკობ რაღაც პროგრესის შეგრძნება გაქვს, მაგრამ უფრო რაღაც რა ქვია მაგას ქართულად? სპირიტუალური ბაიპასი. არ ვიცი, აი რაღაცებს გაყუჩება რა, ალბათ. ხო, რაღაცა ტკივილ გამოყუჩებელი იყო. გონია რომ პროგრესი გაქვს, მაგრამ სინამდვილეში საშუალება როა თუნდაც იოგა რო რასაც გრძნობ, ეგ თაროზე შემოდო რა, გადააგდო რა, ყურადღება არ მიექცია. ჩემთვის ეგეც ერთგვარი საფეხური იყო რა ეს თეითი რო ვთქვათ რა, რომ აი მანთხა რა რაღაცნაირად რა, ანუ რაღაცა სხვა ტკივილ გამოყუჩებელი ჩაანაცვლე უფრო ჯანსაღი ტკივილ გამოყუჩებელი რა. მაგითაც შეგიძლია რომ გააბრაოს საკითხი. ცნობიერად რაღაცნაირად მანთხარო, ანუ რაღაცებს კიდევ ვერ ხვდები. უბრალოდ შვიდდები და კაია, სამყარო აღარ ინგრევა და მე რაღაცნაირად ისევ რაღაც იგივე გამაღიზიანებლებში ხარ, ცხოვრობ. და მან იქამდე მივდივართ, რომ აი ეს ემოციები და რწმენები და ტრავმები რაც ჩვენში ცხოვრობს, არის ყველაფრის ის რა ძრავა ესე რომ ვთქვათ რა. ხო, აი საბოლოოდ ჩემი გარდამტეხი მაშველი, რამაც ცოტა იმედი მომცა ბოლო პერიოდის უიმედობიდან, ეგ იყო ემოციებთან სწორი მიდგომა და არა გაქცევა, პირიქით უფრო ყურადღების მიქცევა და გრძნობა. ხო, იგრძნო ის რაც არის. ნუ საბოლოოდ შეხვდე მაგ ყველაფერს აღარ გაიქცე რა. ანუ იოგა იმიტომ კი არ გამოიყენო. ნუ იოგა ეხა პირობითად რა, პრაქტიკა იმიტომ კი აღარ გამოიყენო, რომ იკაიფო და კარგი ფილინგები გქონდეს და რაღაცას თვალი არ გაუსწორო და ხო ეგ ძალიან ბევრი პრაქტიკოსის პრობლემაა რეალურად ეგ რასაც დაუკვირვები ვარ რა. ანუ ჩემი აზრით ეხა 90%-ზე მეტი რომ გაჩერდეს და იოგა აღარ აკეთოს, ისევ იმ მდგომარეობას ზუსტად რა და ხო ეგ არის ჩემ თავშიც ძალიან იყო ეგ შენშიც მახსოვს და ძალიან ბევრი ანუ ეგ მგონია რომ ერთგვარი საფეხურია რა, იმიტომ რომ რეალურად აი სულიერება სხვა ადამიანის სულ ეძებს რა, რაღაცნაირად არ ვიცი ევოლუციურად დიდი ხანია რა, რაღაცა ხსნას ესე რომ ვთქვათ რა. ნუ რაღაცნაირად რელიგიები იყო, რელიგიები მე რაღაცნაირად აღარ მუშაობს რაღაც კატეგორიის ხალხში და წამოვიდა უფრო აქეთ რა იოგისკენ და ესეთ პრაქტიკებისკენ დატვირთვა და ისევ ადამიანები ეძებენ შველას, ანუ რაღაც ტანჯვისგან გაქცევას რა რეალურად. და ეს ტანჯვის გაქცევამ ხო გამოიწვია ეს მრავალფეროვანი პრაქტიკები, რომ მოდი ახლა მე გაგიყუჩებ ტკივილს, მოდი ახლა მე გაგიყუჩებ ტკივილს და ყველა რაღაც ტკივილს აყუჩებს რა. ხო, ის თანაც რა როგორ კარგად მიდის რეზონირებს, ეგრე ყუჩდება ტკივილი. ტკივილს გაყუჩება არის გაყუჩება რა და არ აგვარებს პრობლემას რა. თავი ამბავი ეგ არის, ხო? მაგრამ ხო რა, ეგეც ინდივიდუალური მიდგომის საკითხია რა. თან რაღაცნაირად არავინ არ ლაპარაკობს რეალურად პრობლემის მოგვარებაზე, გაყუჩებაზე, ხო? ხო, ჩვენ ვილაპარაკებთ პრობლემის მოგვარებაზე ზუსტად. მაგიტო დავიწყეთ ეს პოდკასტიც ჩემი აზრით. ხო. ხო, პრობლემა გვარდება, როცა შეძლებ რომ შეხვდე შენ ტანჯვებს რა. დაყონდე შენ ტანჯვებს. ეგ რაღაცნაირად ისე ჟღერს. შეიძლება გაუგებრად. ხო, შეიძლება. მაგრამ მაგიტო ვთქვი რომ უფრო გასაგები იყოს. ხო, ნუ ძირითადად ჩვენ ნერვულ სისტემაში ცხოვრობს, ბჭყალებში ცხოვრობს ძალიან ბევრი ტრავმა და ეს განაპირობებს ჩვენ ქცევებს, რეაქციებს, განსაზღვრავს ჩვენს ესე რომ ვთქვათ, აი რუკა, რომელიც ამ რუკი, რაღაც შენი აი სუ თამაშებს ვადარებ ხოლმე რა, ვიდეო თამაშებს, რომ რაღაც ქვევით რო ვთქვი რუკა რა და იმის იქეთ რო ვერ გადიხარ რა, განსაზღვრული რუკა რა, ეგ არის ჩვენი ნერვული სისტემა რა, რომელიც დაპროგრამებულია რაღაც რწმენებით და ტრავმებით. ხო, კომფორტის ზონას გულისხმობ. კომფორტის ზონას რა, ნუ ხო, მაგრამ ეს კომფორტის ზონა შეიძლება ძალიან ცუდი კომფორტის ზონა იყოს რა. ცუდი? ცუდი, ნუ კომფორტის ზონა სულ რაღაცნაირი საზიანო ჩარჩო არის, რაღაც მენტალური ციხე და ვთქვათ ეგეთი. ნუ მე რუკას ვადარებ ხოლმე რაღაცა გეიმპლეის რუკა. ჩემთვის რაღაც უფრო საზღვრები აქვს მაღლა და რაღაცის მაღლა აღარ მიდიხარ და რაღაცის დაბლა აღარ მიდიხარ. ჩახარ პანიკაში ხარ, მაგას ხო რაღაც anxiety გაქვს და ისე ვუპ უკან ბრუნდება. და ზუსტად ეს შეგრძნებები რა, ეს არაკომფორტული შეგრძნებები არის ის, რომ დავკტოვოს აქ რა. შენ კომფორტის ზონაში. და ვარ სულ ამ ერთ იგივე წრეში.
ამ წრიდან რომ გავთავისუფლდეთ მაგის ისე გჭირდება რომ ვიგრძნოთ რაც ვიგრძნოთ ხო არ გავიქცეთ რა არა ცოტა კომფორტის გარეთაც უნდა გააბიჯო რა ეგ მომწონს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რომ გადიხარ და ტრიგერდები მე მაგ ტრიგერს თუ ვიგრძნობ ცოტა კიდე ფართოვდება ეგ ერთგვარი ტექნიკაა რა ხო ერთგვარი ტექნიკაა რომ ანუ ჩამალული ჩაპრესილი ჩაჭედილი ემოციები ამოიტანო რა და მე შეძლო რომ ძირეული რწმენები ძირეული რწმენები ცოტა მერე ტრაუმების ღრმად აი ძირეულ რწმენებზე დაშენებული ტრაუმებიც ცალკე უფრო ვიტყოდი მაგას რომ ძირეული რწმენებიც ცალკე არის და ტრაუმა მაგრამ ერთმანეთში შეიძლება იყოს ერთმანეთის მიმართ გამოწვეული რა ხო თელი ამბავი ეგ არის რა ნებისმიერ პრაქტიკის საბოლოოდ რომ ანუ დავმშვიდდეთ ისე, მოდი ესე მარტივად ვიტყვი, დავმშვიდდეთ ისე, რომ მე შევძლოთ ამათა ყოფნა და თვალის გასწორება ბჭყალებში. საბოლოოდ აი შენ როგორ თქვი რა, ჩემთვის მაინც იმ ადამიანის ნებაზია რა დამოკიდებული, ნამდვილი ცვლილება რა, როგორ შეიძლება დაიწყოს რა. მაინც საბოლოოდ ნება ძალიან მნიშვნელოვანია. აი ვიღაცას თუ არ უნდა, ეხლა ჩვენი ლაპარაკი შეიძლება მოეშვენოს. არა, ვიღაცას თუ არ უნდა, არ უნდა. ეგ ძალიან ის არის. ეგ თავიდან მქონდა მეც რომ რაღაცებს რომ მივაგნებდი და ჩემზე რომ იმუშავებდა და მართლა რომ პროგრესი მქონდა და კარგი რო იყო, ძალიან სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, მე აქ ამ პერსპექტივით შეტენვა ქვია ვიღაცას რო ტენი რაღაცას, მაგრამ იმ პერსპექტივით უფრო რაღაც დახმარება მინდოდა თუ რაღაც, მაგრამ ხო, ჩემთვის არის რომ შენ უნდა იცხოვრო. ხო, აი ესე რომ ეს კაია და შენ ეს უნდა ქნა პირიქით ჩემი აზრით უფრო ის არის. მე ვისწავლე ცოტა შეთავაზების დაუხვეწე ხო რა შეთავაზება. ხო, აი საერთოდ შენ უნდა იყო შენთვის აკეთო და მე შენ თვითონვე იზიდავ ადამიანს იმ ადამიანს ვინც შენგან რაღაცას აიღებს რა. ეგ ესე თან როგორ აი უფრო ესე პირდაპირ შეჩეჩება რაღაცნაირი იყოს, რომ მე რომ დავფიქრდი მე ჩემზეც რომ ვიღაცას ეგრე ექნა, რაც არ უნდა ექნა და როგორც არ უნდა დამჭირებოდა იმ პერიოდში რაღაცნაირია რა, რაღაც მტენი, რატომ მტენი რაღაცას. უფრო მირჩევნია ეხაც რომ რაღაც ჩემი მაგალითით მოუყვე რაღაც სიტყვაზე რა ჩემ წარმოდგენით რა ჩვენთან შეიძლება რეზონირებს ეგ მოუყვე და თუ შევხედო რომ მოგწონს ან რაღაც მე ან გავაგრძელებ თან თავს დაგანებებს. თითქმის არ ვიცი ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი საბოლოოდ მაინც იტანჯება რა. ნუ არ არის საბოლოოდ კომფორტულად საკუთარ თავში რა. ძირითადი ნაწილი ან უმრავლესობა. ყველა. ნუ ყველა ხო, ეს დაუტოვოთ რა. ვიღაცას დაუტოვოთ ის რომ კარგად არის თვითონ თქვა ასე. ხო, მაგრამ ნუ ხო რა, იტანჯებიან ადამიანები რა. და იეძებს რა უნდა ქნას. და არ ვიცი, აქედან რაც რელიგიები აუნებიან რომ ჩვენ გიხსნით, აქედან იოგები არიან ჩვენ გიხსნით, იქედან რაღაც და ყველა უფრო აბნევს და სადღაც მიყავს. ხო, იქედან სიბნელეში მიყავს და ტოვებს. ხო, გამოიკვლიოს თვითონ გზა. ხო, სასილო არ არის ჩემი აზრით. ხო, ნუ გავეცი, სასილო არ არის. მაგრამ ვიხუმრე, მაგრამ სინამდვილე აღმოჩნდა. სინამდვილე არის ხო და სასილო არ არის. მაგრამ აი რა უნდა ქნას ერთმა ადამიანმა, რომელიც მართლა იტანჯება და რაღაცებს ეუბნებიან ადამიანები, თითქოს ამ ადამიანის პრობლემის მოგვარებაზეა რეალურად ეს და სოციალურ მედიით თუ სხვადასხვა წყაროებით მოდის ეს ინფორმაცია და აი რაღაც ვიღაც მიგვარებს იმ პრობლემის მელაპარაკება რეალურად, რაც მე მაწუხებს. და ძირითადად ეგრეა ხოლმე რა. ხო, და რაღაცნაირად ეს დამშვიდება, ეს ტკივილ გაყუჩება იყიდება თითქოს რაღაც რეალურ ხსნად რა. და აი შენ როგორ ფიქრობ რა არის მაგისგან გამოსავალი რა. აი მაგრამ მე ვარ ტიპი, რომელიც ცუდად ვარ, მაწუხებს ჩემი სხეული, ჩემი ტანი არ ვარ კომფორტულად, არ ვარ ჩვეულებრივ სიტუაციებში რაღაც დისკომფორტი მაქვს, საერთოდ ვერ ხვდები ცოცხას ეზე რატო არ ვიღვიძებ, არ ვარ კარგად. რავი, წავედი მეგობრები ვნახე, უცბად რაღაც ხდება, არ ვარ კარგად. და უცბად რაღაც სულ ხდება ეს ჰილინგი აქედან, არ ვიცი, ფილოსოფია აქედან, იოგები აქედან, რელიგია აქედან, ეზოთერიკა, მისტიკა ის ჩაიხუტე ბალახს. ეგ გაირჩევა არის ხესთანაც და ბალახთანაც, ოღონდ ფიზიოლოგიურად გაირჩევა ეს. მაგრამ ყველაზე არ იმუშავებს ეგ რა. არ იმუშავებს რა, ეხლა შენ თუ რაღაც ემოციურად რაღაცები გაწუხებს, აღესე რა თქმა უნდა არ იმუშავებს.
ხო, ну ძალიან ისეთი აღრეული სიტუაცია ამ გაგებით, რომ ყველა რაღაცას ვამბობთ, ჩვენც რაღაცას ვამბობთ ახლა რა. მაინც ეს კარგი პროცესია ჩემი აზრით რა, ეს აი დღეს რაც ხდება რა, აი გადარჩევისთვის. ყველა იპოვის თავის გზას რა საბოლოოდ, ყველა იპოვის თავის ადგილს, თავის მასწავლებელს, თავის გაიდს, ვინც უნდა გაუძღვეს. თან რაღაცნაირი პერიოდი მანამდე წინა თაობებში ეგ არისო რა, არც აქცევდნენ რაღაცებს ყველა. ეხლა ჩვენ თაობებში და უფრო პატარებში თითქმის ყველა მიცის რა აწუხებს, რა issue აქვს, რა ტრამო აქვს, ან რა აქვს, просто რა უნდა უკნას. ეგ რაღაცნაირი ფაილში არის. ან რაღაცებს შეიძლება აქუნევინებენ, მაგრამ აი ცოტა ხანი იმუშავა და აი ისე უკან დაუბრუნდი რაღაცნაირად. საბოლოოდ ვერც ერთი თეორია, ვერც ერთი რაღაც ვერბალური პრობლემაზე ლაპარაკი თუ ტრავმის თუ რაღაც მიგნება არ არის საკმარისი და ვერ გშოლის ეგ რა. თუ არ იგრძნობ. მოდი აი ფიზიკური პრაქტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას გულისხმობ? ან ვარჯიში? თუ რა ფიზიკური პრაქტიკას გულისხმობ? არა, აი ან სხეულის პრაქტიკა რა, თუ სხეულთან აი სხეული თუ არ დამუშავდა, ვერ განთავისუფლდები რაღაც მიხვედრით ვერ განთავისუფლდები რა. არ მიხვედრით რა. თუ რა შეგრძნებებიც მაგრამ შენ ნერვული სისტემა არის რაღაც მდგომარეობაში. შეგრძნებებიც მანამდე ჩაპრესილი, ჩატენილი, გაგდებული გაქვს, მაგასთან თუ არაფერს თუ არ ისევ არ იგრძნობ და რაც არის ფიზიკურად ტანში პოვნა ამ შეგრძნების და მაგასთან ყოფნა მეტი არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ მაგას ეს ტექნიკა უნდა რა, ძალიან სპეციფიკური ტექნიკა, ეს ჩვენ ძალიან ეგრევე შედევს. მიდი გაჩერდი კაია რა, ხო, რეალურად ეგ არის. ზოგადად ეგ არის, ხო, რაღაცნაირად მარტივად ჟღერს, მაგრამ ტექნიკა კომიტმენტი უნდა, თავდადება ცოტა უნდა. ხელი შემშლელი არის ის, რომ აი, ნუ აი ეს ტკივილ გამოყუჩებლობა რა. ეგ ძალიან უფერხებს ადამიანებს გზას რა. მაგრამ ხო ეგეც ეგრეა. ხო გაიარო რომ მან მოხდები, ანუ მან უნდა მოხდე რა. ხო, რაღაცები უნდა გაიარო რომ დაიხვეწოს. შეიცვალოს, მიხვდა რომ რაღაცები ქენი და არ იმუშავა. როგორც ჩვენ მაგალითად რაღაცებზე. ხო. მაგრამ ნუ საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ მაგრამ კაი. ეხაც შეიძლება მაგას შვებოდე რა. რას გულისხმობ? მაგას რა. რაღაც მანდ ვტკე, რაღაცას ვტკეპნიდე რა, თქვა. არა, მეც რაღაცები ბოლო პერიოდში რაღაც ისეთ დღეები არის ხოლმე რომ გონია რომ ყველაფერი კარგად მინდის და ყველაფერს ხედავ შენ თავზე თუ რაღაც და მე რაღაც უპს. ესენი აქ ხოლმე რა დაქრავები და ყველაფერი მივადარებ ხოლმე ხშირად რაღაც მაგიდაზე რომ აშენებული გაქვს რაღაცა, გადაფარებული რომ მაგიდაზე რაღაცა ზედრულ ამბაზე დაშენებული. შენი რაღაცები და უცებ მივიდა რაღაც და გამოაცალა ეს გადაფარებული და დაინგრა ყველაფერი და ეხა რა ვქნა. ეგეთ დღეები მტკივნეულია ხოლმე ძალიან, მაგრამ მომწონს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან პროგრესის კარებები არის ხოლმე რა. კი, ზუსტად. ახალი. ხო, აი, просто დააქტივა რომ ეგეთი ხო, ეგ არის რა, მთავარი ეგ არის რა. ეს ხო, აი რაღაც არ მახსოვს როდიდან, მაგრამ რაღაცნაირად შეიძლება ვთქვა რომ მანდ ვარ თქვა რომ აი ეს რაღაც ტკივილი და ტრიგერი არის რაღაც პოზიტიური აქტი ახლა ვიდრე ნუ სასიამოვნო შეიძლება არ იყოს, მაგრამ პოზიტიური თვითონ feeling-ი ხო, პოზიტიური. ხით რომ ხო, შესაძლებლობაა რომ რაღაცა გაუმჯობესო თუ შეიძლება ეგრე ითქვას. გასაღებია რაღაც უფრო მეტი თავისუფლებისკენ და უფრო მეტი ცნობიერებისკენ რა. გაფართოებისკენ, ხო. ან რაღაც პოვნის შენ თავზე რაც მანამდე არ იცოდი, ყურადღებას არ აქცევდი. ხო, ტრიგერები მიყვარს. ხო, რაც უფრო ინტენსიური მით უფრო საინტერესო. აი მედიტაციაზე რო ვილაპარაკოთ რა, ძალიან ბევრნაირად არის გაგებული მედიტაცია რა. და შენ როგორ ხარ მანდ? აუ, ეხლა გამახსენდა რომ ძალიან მინდა და ყურადღების გაუმჯობესება თუ რაღაც სუთავიდან. არ მახსოვს რატომ მომინდა. შეიძლება რაღაცები წავიკითხე და მომეწონა ან მახსოვს, დამინდოდა თავიდან და ოღონდ ცოტა მისტიური შეხედულება მქონდა თავიდან, რომ მეთქი რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს და რაღაც მე მგონი სუნთქვაზე კონცენტრირებით დავიწყე თუ რაღაცით, მაგრამ ჩემით ვერ ვშვებოდი, იმიტომ რომ სულ ვიკარგებოდი ხოლმე ფიქრებში და მე ვიპოვე Headspace იყო და ეხაც არის მგონი რაღაც აპლიკაცია თუ რაღაც რა, თუ კომპანია თუ მეგონი აპლიკაცია ტელეფონში მქონდა. და მაგას მქონდა guided ყურადღების მედიტაცია, ყურადღების სავარჯიშო. მაგას ტექნიკა. და ხო რა, ჯერ სუნთქვასთან, ხო, სუნთქვაზე იყო რა ძირითადად მე მგონი, თუ ბოდისკანი იყო.
ჯერ სუნთქვა იყო ცოტა ხანი, მე ბოდისკანი იყო. ოღონდ დროები იზრდებოდა, თავიდან 5 წუთით დავიწყე, მე მგონი ეგრე მახსოვს. და მე ნელა თან ამას ემატებოდა, რაღაც სეზონები ვით იყო რა, 2 თუ 3 სეზონი და მე ემატებოდა 5, მე 10 წუთი, მე 15 და სადაც 9 საათი ავედი და 9-ზე რო ავედი, მე უკვე ჩემითაც ჩვევოდი, აღარ მინდოდა ეს. მე მაინც кайიყო, кайდი მომწონდა. თან რაღაცნაირ სასიამოვნო ხმახა ესე როს. ხო, აი ბევრ ადამიანს ხო დამთავრდა. საბოლოოდ გარეთ რო გამოვდიოდი, რაღაცნაირად ცოტა ჩუმითავი მქონდა ხოლმე. და უფრო მეტად ყურადღებით ხედავდი რაღაცეებს, რა შეიძლება უფრო აი მახსოვს რომ რაღაც რუსთავიდან დავდიოდი ხოლმე სადღაც მაშინ. და გზაში მახსოვს რომ რაღაც მთები ჩანდა ხოლმე სადღაც ფონი ჭალასთან თუ სადღაც და ძალიან უცნაურად იმის მიხედავთ რომ მანამდე ბევრჯერ მქონდა დანახი რაღაცნაირად არ გვქონდა სიტყვის პირველად ხედავდი და ეგ მომწონდა ვერ ვიგებდი ბოლომდე რა ხდებოდა მაგრამ აი რაღაც ნაკლებ კომენტარებს რო აკეთებ შენი თავი და რაღაცნაირად ჩანს რა მართლა ჩანს თუ რაღაც ხო რაღაც ეგრე და თან უხდებოდი რაც ხდებოდი რა ესე გრძნობადი იყო, მაგრამ ეს ახსნა ნაკლები ინტერპრეტაციებია მაგ დროსთან. ხო, ნაკლებ კომენტარს აკეთებდა პროსტო. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დასაკურებელია ზოგადად ადამიანებში რა, რომ ეგრევე შედეგია რა, ძალიან მნიშვნელოვანი რა, ეგრევე შედეგი უნდათ რა, იგზის გავლის. თან ეგეთი საგრძნობი არ არის, მით უმეტეს აი ბოდისკანს რო აკეთო 1 საათი ეგრევე, აი სხვანაირად იქნება, მაგრამ ესე რომ რაღაც ოჰო, ესე არ ვიცი. ეს პრაქტიკები არის აი რეგულარული რა და ხანგრძლივ პროცესში აქვს შედეგი რა, იმიტომ რომ მთელი შენი ტვინის მოქმედება, რაც ევოლუციურად მოყვება და რაც კულტურულად დაშენდაზე ამ სოციუმში, ეგ უნდა გადააკეთო რა. და კიდე გამახსენეთ ძალიან დიდი იმპაქტი ქონდა ფიქრებზე დაკვირვებას თავიდან, რომ თან ცოტა სუპირულად რო შვები, ცოტა იმას საკეთებ რა, უცნაური რაღაც ლაპარაკობს სუ. თან რაღაც კომენტარებს აკეთებს ვიღაც ადამიანებზე რა, ხო სუპირულად რო დავიწყე ეს დაკვირვება, მეგობარი ვნახე თუ რაღაც რა, კარგად არ მახსოვს. ოკეი, მახსოვს ზუსტად, მეგობარი ვნახე და ამ მეგობართან ვიყავი, მაგრამ თავისით აკეთებდა ჩემი ფიქრები კომენტარებს რა ამ ადამიანზეც და სიგარემოზეც რაც ხდებოდა და ჩემზეც და თქვი რა ხედავ ამას. ხო, და просто ხედავდი რა, უცნაური იყო ძალიან. მაგრამ ხო რა, ძალიან საინტერესოც იყო თან. ხო, ანუ იმას ვამბობდი რა, წერან რომ ეგრევე შედეგი, ეგრევე თვალებს დახუჭავ და უნდა ჩუმი თავი. ეს ყურადღება გალესი. ხო რა, ძირითადი შეხედულება ეგეთია ხოლმე რა. მოსულია საცობიდან წივიდან სკროლიდან დისპლეი 20 საათი screen time-დან წლები ხო და ეგრევე, ანუ ხო და მე ბევრ ადამიანს უჩდება ის, რომ არა ეს ჩემი არ არის და ამას მე ვერ ვაკეთებ რა. ანუ მედიტაციას ან იოგას, მაგრამ ანუ ხელებზე თუ ვერ დავდგები ან რაღაც პოზაში თუ არ გავიწელები ეგრევე, ან ეგრევე ფიქრებს თუ არ გავაჩერებ. რაღაცა არ ჩერდება ეს ფიქრები რა. მაგ დროს აი მიმართულებას ძალიან მნიშვნელობა აქვს ხოლმე. ხო, რომ ვინდა ხდება, როგორ მიმართულებას მეცხვი რა, ხო. აი მაგალითი მომწონს ხოლმე, რომ სიარულის მაგალითი მომწონს მაგ დროს რა. სიარულს რო სწავლობდი, ერთხელ წადი და დაეცი და რა თქვი, რომ ჩემი არ არის რა. ჩემი არ არის სიარული. მე აღარასდროს აღარ გავივლი. არც ფიქრობდი მაგას, გებოდი, მილია 10000 ჭერადექი დაეცი და მე კენ. ეგრე ყველაფერი და რატო გვინდა რომ რაღაც ხელებს დავდგეთ პირველივე დღეს, როცა არასდროს არ გვიქნია მსგავსი რაღაც არ ვიცი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ჩასაყოლია რა, რატო არიან ადამიანები ეგრევე რა, ეგრე, იმიტომ რომ ძალიან გავიწელებით მე მგონი. ხო, არა, დღეს არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ნუ ადამიანს რო ეჩქარებად კარგად ყოფნა ეგ არის რა, მთელი ეგრევე შედეგები. ხო, ყველას გვეჩქარება, ხო, რა მეც მინდოდა რაღაც საჩქარ დაჟე ემოციებთან, ემოციების გზნობას რო დავიწყო, თავ მეტი ყველაფერს რილიზი მინდა. ეგ გავსხივოს და ხო, ჩქარე, ხედავთ გზნობა ეგრე არ მუშაობს, არც გაძლევს შენ ნერვული სისტემა მაგის საშუალებას, რომ ყველაფერი ეგრევე ამოყაროს, რაღაცნაირად შესვენებაც უნდა ხოლმე, თორე просто არ ამოდის თოსო. ანუ ის გაჭედვებიც არის რა, დიდი ხანი შეიძლება ძალიან ერთ პოზიციაში იყო რა და არაფერი არ იცვალოს, შენ უბრალოდ მიდი აკეთე. მე მივხვდი რომ რაც უბრალოდ ხელს მიშლიდან რაღაც სიტუაციური იყო, მაგების ყურადღების მიქცევა უფრო ეფექტური არ მოჩნდა. საბოლოოდ რო შევაჭამოთ პრაქტიკები, რას გვაძლევს რა? რატო შვებით, ხო? მარტივად რო ვთქვათ რა. არის ის რომ ჩვენ თავის გავიგოთ, ხო, აი რა უნდა გავიგოთ ჩვენ თავზე რა. საბოლოოდ ყველაფერი ჩემთვის მაინც გადის ნერვულ სისტემაზე, ჩვენ
ნერვული სისტემის ინფორმაციაზე, შეგრძნებებზე, ემოციებზე და რაღაც განსაზღვრულ ქცევებზე. რატო ვიქცევით რაღაც სიტუაციებში, არაცნობიერად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. და რატო ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს? როგორ მუშაობს ჩვენი ნერვული სისტემა, ჩვენი ტვინი, როგორ პროგრამდება, როგორ შეიძლება ამ პროგრამების მოშორება, განთავისუფლება ამ პროგრამებისგან. საბოლოოდ მთელი პრაქტიკების არსი ჩემთვის ეგ არის რა, და იოგას, მედიტაციის, რომ დავაკვირდე უფრო ღრმად, კარგად ჩემ თავს და ნახო რა არის საჭირო, რა არის არასაჭირო. ჩემთვის რისგან უნდა გავთავისუფლო. ახლა შემოთვალე უფრო ქირურგიული მიზნებია, რაღაც ეგეთი. ჩემთვის ალბათ უფრო, ეგეც რა თქმა უნდა, მაინტერესებს მაგ კუთხით და ხო, მაგრამ უფრო საბოლოო ესეთი მიზანი თუ შეიძლება ეგრე დაერქვას, არის რომ უბრალოდ კარგად ვიყო. კარგად უფრო ხო, ეგ შენ უფრო აი შენ თავში, თავთან. შენ თავთან. შენ ცხოვრობ, კარგად ვიცხოვრობ, მაგრამ საბოლოოდ მგონი ყველა ადამიანის მიზანი ეგ არის კი. პირველ რიგში ეგ გინდა რომ კარგად იყო, რომ მე რაღაცები აკეთებ, თორე თუ ცუდად ხარ, მე ხო, მე უფრო იმას ვამბობ, რომ რა არის აი მაგ კარგად ყოფნამდე წინააღმდეგობები რა. აი რა გვიშლის ხელს, რატო ვერ ვართ კარგად? ხო, შეგვიძლია ვიყოთ, მაგრამ ვერ ვართ. საბოლოოდ ჩემთვის მაგ კარგად ყოფნამდე მისასვლელი გზებია ეს პრაქტიკები და მაგ წინააღმდეგობების განთავისუფლების, მოხსნის, ჯერ დანახვის და მერე განთავისუფლებების ხერხები და ტექნიკებია, ესე რომ ვთქვათ რა. და ხო, ძირითადად ეს თემები გვექნება ხოლმე, რასაც უფრო დეტალურად ჩავშლით სხვა პოდკასტებში, უფრო კონკრეტულ თემებზე ვილაპარაკებთ ხოლმე, კონკრეტული საკითხების ირგვლივ, როგორ მუშაობს რაღაც კონკრეტულად ჩვენზე როგორ იმუშავა. და ხო, გვიყურეთ ხოლმე ყოველ 4 შაბათს ჩვენ პოდკასტს გაგიზიარებთ ჩვენ ცოდნას, რაც ვიცით, რაც არ ვიცით, იმას არ ვიტყვით. დედას გეფიცებ. მიჩვრიდით არ მოი. მადლობა და შევხვდებით. Yeah, see ya. No, venga.